კი არა. სალამი, ქორი დაბრუნდა, ნიკო. ვა, რა მაგარია. ნიკოს მივესალმოთ, ქორის მივესალმოთ. ვა, რა მაგარია. ჯიმი მოგესალმებოთ იქით. რა ნახე? აფრიკა. აფრიკაში. აქ ჩვენ თბილისის აფრიკა თუ აფრიკის აფრიკა? იქ უფრო ხშირად ხარ ნამყოფი ვიდრე ამ აფრიკაში. ანუ აფრიკაში იყავ თუ ეგვიპტეში? მაროკოც ხო კი ბატონო. ჩრდილოეთ აფრიკა. რომელიც ბოლომდე აფრიკაც არ არის, ნიკოში. ანუ არ მინდა რომ მათი აფრიკელობა დავაკნინო, როგორ არის აფრიკა არის, მაგრამ ჩემს აფრიკა მაინც სუბსაჰარულ აფრიკასთან ასოცირდება. ლაითი აფრიკა. სუდანი. იქაც მotova? არა, ხო, ძალიან თბილოდა, ძალიან კაი იყო. მე გაგიჭირდებოდა აკლიმატიზაციის ამბავი. მე თან ჩემი აკლიმატიზაცია. ჩემ რაღა რატო აცემინებ ხა ბოდიში. აეროპორტიდან სიცოცხლე არავინ არ თქვათ და მე ისინი კომენტარებში დაწერენ, რომ ხო, ანუ ადამიანი რო აცემინებს, ჯანმრთელობა უნდა უთხრა, არ არის, ა? მე თან აეროპორტიდან პირდაპირ ეხ უზრუნველობა. ციხესთან. ზიას რო ელოდებოდა პარლამენტში. 22 საათი. არა, ვიცი, გახსოვს მოკლედ ქორი და მეც მაყურებლის გასაგონად ვიტყვით, ხშირად ყოფილვართ ესეთ ხანგრძლივ დავალებაზე და ვინც არ იცის ქორის რა ნაღველი აი გლობალური სამყაროს სევდა აწვება ხოლმე აი ამ მოლოდინებში, ეგ ვფიქრობდი რომ რა დღეშია ქორი. მე რომ ყოფილიყავ იქ ჟურნალისტი და ქორი კამერამენი, ისეთი წუწუნს გაუშვებდა რომ ვეტყოდი რომ ქორი წავედით და მე მცემდნენ გამიგდებდნენ წიხ ქვეშ რედაქციაში ერთ მეცხვარეს ველოდებოდი თუ დაკარგო მეცხვარეს ვეძებდი. აუ ჩემთან ერთად იყავი რაღაც მოკლედ როგორც ყოველთვის მორიგი კრიზისი იყო ქვეყანაში და პარლამენტში უნდა მისულიყო მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო ბახტაძე და მოკლედ ვიყავი ჩასაფრებული რომ ეს ბახტაძე რომ მოვა რაღაც კომენტარს გააკეთებ ჟურნალისტებთან დადგება. მივედი ჩვენ 12 საათზე და სადღაც საღამოს 6 საათამდე ის არ არის ჭაჭანება არც ბახტაძის, ჯერ ბახტაძე რა მაზალუკაცი იყო და აი ჟურნალისტები მიფენილი კიბეებზე, იმებზე და ქორიძე აი მოთქვამს გადმოდის ყურებიდან, თვალებიდან ეს სრემლების სევდა ყველაფერი და თან რას ამბობს, იცი პერიოდულად. მანამდე იყო იქ იმის კონფლიქტის ზონაში ვიღაცა იყო გატაცებული და იქ ხო მეცხვარე იყო გატაცებული და პერიოდულად ამომხედავს და ამოიგმენებს ხოლმე ეს ქორიძე რომ ნეტა მეგავეტაცებინე სეპარატისტებს, ნეტა რუსებს ჯარისკაცებს. ლოდინი ხო არის, მაგრამ რაღაცა 20 საათი 9 მაგრამ არის უბრალოდ. მოქმედებს, აი იშვიათი სიზუსტით მოქმედებს მერფის კანონი, ნიკო. როგორც კი წამოვედით, გამოვიდა ყობახიძე, ისა ყობახიძე მეთქი ბახტაძე და გააკეთა რაღაც უაზრო კომენტარი და არ დაახანა ზარმა პრაღიდან, რომ სად იყო ჩვენი ჯგუფი. მაგრამ ეთქოდი ქორიძე ტიროდა და ისო და ერთი მაგის. არა, მე თქვით რომ ტიროდა. არა. ყველა როგორ ვარ თუ კაცო და მე შენ რო იქ თოვლში იდექით და სასწაული თოვლი მოვიდა და რაღაცა მარტო ჩვენ კი არ შემამჩნიეთ. იქით ამ ხრიდან პროპაგანდამაც შეამჩნია, არ გინახავს? უცნობს მოეწონა ძალიან ქორის გადაღებული თავის გვერდზე, არა რადიოსთვის. ხო, რადიოსთვის არა. ის მოკლედ TV პირველი ჟურნალისტი ნანუკა ქაჯაია ჩართვას რო აკეთებს გვერდზე ის საყვარელი ცუგაროუზის მოწყენილი, გაყინული, გათოშილი ეძინება ყველაფერი და ქორის კომენტარი იყო რომ აი ეს ვარ მეო. ხო და უცნობმა დააფასა ქორის იუმორი, რომ იუმორი გადაგვარჩენს ჩვენო. ძალიან კარგი. ანუ რაღაცას მიაღწია ცხოვრებაში და თორე ძალიან კარგი. ესე იგი პროპაგანდას ჩაუვარდა თვალსაჩინოში, ასე ვთქვათ, პოზიტიური კუთხით, რაც იშვიათი არის. იშვიათი არის. მე მოი დასაფიქრებელი რაღაცას არ ვაკეთებს სწორად. რაღაცას სწორად არ აკეთებს. რაღაცას სწორად არ აკეთებს ხო, რადიოას. მაგრამ მე რა რისი კითხვა მინდა, იცი, შენ გნახე ამ თოვლში გაჭირვებაში და უბედურებაში, მაგრამ ნიკო, შენ როგორ მოხვედი აქა თოვლში გაყინულ გზაზე, ტროტუარზე, როგორ ორიენტირდები? იმიტომ რომ ბევრი ჩივილი მომხდა, რომ რაღაც მოციგურავის უნარებია საჭირო. რატო გქონდა რაც ღამის შოუს წამყვანის ხმა უწევ? ხო იცი, ენერგიული, მაგრამ არაგულწრფელი. ხო იცი რომ როგორ მოხვედი აქამდე და ხო ეგრეც არ გაინტერესებს მაგინი. შენ მოგონა მომიყვა და ტელევიზიის ვითო. ხო. ანუ მეთქი მე მომიყვანა მძღოლმა და რას შენ არ აკავს სკოლი? არა, ჯერ არ მყავს. ის ამაქვს ჯერ ერთი ვინც მიყურებს კი რაღაცა ამომივიდა აქ.
არ ჩანს, ან რა გაციებულზე რომ რაღაცა ამოვა ხოლმე 4 დღე ამოსული, მაგრამ ვის ამაციკლოვის ცოტა ჩაცხრამ არა ნუ რაღაც. ის არ არის, არა სპრავედლივი ხელის ამბავი არ არის? არა, რაღაცა ის არის. მეორე ახლა დაგიწერენ, ვინ გითხრა რომ აციკლოვირი არის, მაგრამ რატო ავცელებ არასწორი ინფორმაციას? დაგიწერენ ესეთ. მაგისტვის არის, რა ვიცი. არის? ვინ დაგინიშნა? არა მე. აი, ამაშია საქმე. თვითმკურნალობა. არ არის სწორი, მაგრამ ისეთი რაღაცებით ვის მიმკურნალია რომ ფუჩუს დამატებია. ეგ რა არის? არა, ძალიან ის მიმზიდველადში. ვიდეო არ ნახე? არაფერი არ ვნახეთ რა თქვენ. ჩასვავ მაგას ვიდეოს. აი ეს ფუჩუს დამატენიანებელი. გეფიცებით ხალხო, აი ფუჩუს დიდად ვერატენიანებს, მაგრამ სახეზე, ვისაც მშრალი კანი გაქვთ, უბრალოდ ცადეთ. ჩასვავ და თქვენ მაგარი ნანაცკირი ხალხი მოხვედით, ვიდეოებზე ნანაცკირი ხალხი ხარ. ხო და რისი კითხვა მინდა? კაი, ხო გულწრფელობა შემოვიტან, არა გულწრფელობას დავდებ. ხო, უყურე რაღაც ასაკამდე გიხარია თოვლის მოსვლა და სრულიად არ გესმის იმ ადამიანების, ვისაც თოვლის მოსვლა არ უხარია. ვისთვისაც თოვლის მოსვლა არის რაღაც ტიპის პრობლემები. ხო, შენ გადააბიჯი ამ ასაკობრივ ზღვარს, გიხარია ის. ჯერ ერთი ისი რა არის, რომ თოვლი როგორც ასეთი, მე მგონია რომ ესთეტიკურ ღირებულებას არასდროს არ კარგავს. ცოტა რაღაცა ისე დავიწყე პოეტურად, მაგრამ მართლა ეგრეა, რომ თქვათ რომ მოდის, რომ ბარდნის შეიძლება რაც ფანჯარაში გაიხედავ და რაღაცას გიშო. ხო, ნამდვილად სრულიად არარაციონალური. არარაციონალურად, უბრალოდ ლამაზია ოხერი. უბრალოდ თბილისში ლამაზია ოხერი არ გამოდის, იმიტომ რომ სანამ მოდის კარგია. დადებს ის თოვლი არ დევს, ის არის მიყინული რაღაცა საშინელებო და როგორც შოთა ჩანტლაძე იტყო და წავიდა თოვლი, მოვიდა დალახი. ზუსტად ეგრე. ეხლა დეტალში არ მოსულა, ყინული არის მარტო და დავდივარ ესე ქუჩაში რომ ფეხი არ ამიცურდეს და არ დავსგავ. ხო, რაღაც ლეგენდები დადის ამ ჭავჭავაძის გამზირზე, ამ იმაზე. ჩემ ფეხი არ იქნება მანდ, მაგიტო არ ვიყავი ჭავჭავაძის გამზირზე. მაგრამ ამბობენ რომ ძალიან სრიალებსო. ესევე სრიალებს ჩემთვის ყოველ შემთხვევაში შეიძლება უკეთესი მოჭიდების ფეხსაცმელი მჭირდება რომ ეცვას, მაგრამ რუსთაველზე ფილები რო არის, იქაც აი ოდნავ მაინც თუ დასველ და რთული არის სიარული. არაერთხელ თან ჩვენ ასაკში იცი რა, რომ რამდენჯერ მიყო რომ კინაღამ წავიქეცე. კი არა, წავიქეცე, არამედ ფეხი და მე 2 დღე ყველაფერი მტკიოდა. ეხა აღარ եմ ვარჯიში დავიწყე და კუნთები გაძლიერებული მაქვს და ცოტა ხანში ეს muscle freak უნდა გავხდე, კუნთების გროვა, რომელსაც შეხედვაც ცოტა შეგზარავს ადამიანს, იმიტომ რომ რა საჭიროა ამდენი. ვემზადები უკვე რომ ხალხი ზიზღით მიყურებს ქუჩაში, რომ ეს უცხო პლანეტელი ვინ არის, რა საჭიროა ამდენი რაღაცა. კი, ხო, ბუშტი. რაღაც ახალ გეომეტრიული ფიგურა არ შექმნა შენ. ისე რა არის, იცი? როგორც ის აუზზე რო დადიხარ და იქ არჩევ ესე იმას, რა ქვია, რეზინის ძირიან შლოპანცებს თუ რა ქვია იმას და ყველა არ გამოდგება იქ, რაღაცამ შეიძლება ის ხელი მოგტეხოს ან კისერი, ისე უნდა შეარჩიო აქაც, რომ მოთოს, ფეხსაცმელი უნდა შეიცვალო. ახლა არ მილიონერები ვართ ახლა. შეხედეთ რაღაცაში შეხედეთ ამ დიდრებს, რამდენი რაღაცაში ხო რა ისახოს ეს ეკონომიკური ზრდა, რომელიც ჩვენსავით არავის არ აქვს. ხო, ჯერჯერობით ფეხსაცმელების რაოდენობაზე არ ამსახულა. ხო, აი, მაქვს 2. ან მეორე ასპექტი კიდე, ის ხომ გაგიხარდა ევროპის ჩემპიონატზე ჩვენმა ფიგურულმა მოციგურავეებმა თუ რა ქვია, მაგალ ფიგურულ სრიალში სპორტსმენებმა რომ ფურორი მოახდინეს და პირველად ყავს ევროპის ჩემპიონი. საიდან მოდის ეს უნარჩვევები? ეს ასრიალ და დასრიალ და რაღაცის გააკეთა, რა ქვია, ორმაგი რიდბერგერი თუ რეები არის, დოლუპი. ესეა ძმაო, აბა ეგრე კი არ არის. გაგეხარდა შენ? თოვლის მოსვლა? არა, ისა სრიალში რომ მოვიგებ ფიგურული. იცი რა არის, ჯერ ერთი ახლა მეწყინაო ვერ ვიტყვი, მაგრამ მე მეორეს ხო არა, ჯერ თვითონ ექსპორტის სახეობით რა გამოვიტყუო, რომ მთელი ცხოვრება მაგ სპორტის სახეობას უყურებ და გულშემატკივრობ, არ არის ეგრე. ხო, ერთი რომ ესე იგი ის არ არის ჩემი სპორტი. მეორე რომ ხვდები რომ აი დიდი ის არის ამ წილი რუსული კომპონენტის იქ რომ არ დაწყებული იყო ომი რუსეთს და იზოლაციებში არ მოექციათ ამ ტიპის ესეთი გავლენა რუსული ამ ფიგურული სრიალის ფედერაციის თუ მოკლედ სპორტსმენების არ იქნებოდა. გვარებზეც ემჩნევათ, ხო? ახლა იმას კი არ ვამბობ რომ რაღაც დისკრიმინაცია და ის რაღაცა, მაგრამ ნუ ეს ასპექტიც არის. ხო, აი რაღაცნაირად ეს არ არის ავთენტურად ჩვენი დამსახურება. რაღაცნაირად
შეიძლება არ დამეთახო რაღაცნაირად არა წავიპარაზიტეთ არა კაცო ის მე აზრზე არ ვარ წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება იქა და ნუ მე გუგლი ვიყავ რომ არც ვიცი არც მესმის არც ისე მომწონს არც ესე და ხა ნებისმიერი ქართველის გამარჯვება ნებისმიერ სპორტში იქნება ეს მაგრამ ჩემთვის აი დაახლოებით იგივეა რომ ვიღაცები ჩამოვიდნენ ახლა Counter Strike-ის ჩემპიონატი მოვიგეთ რომ იქ კიდევ უფრო მესმის რომ უყურებ ვიცი რა ხდება იქ მაგრამ ყველაფერი მიხარია ყველგან ქართველის გამარჯვება უბრალოდ ცოტა შეფასებაც ხომ დავიცოდე რომ შევხედავ რომ აი ჩემს თვალსაჩინოშიც და ჩემს ამ საინფორმაციო ველში ხდება მხოლოდ მაშინ თუ რაღაც განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწევენ აი ჩემპიონი გახდა ან რაღაც აპრიზო ადგილი აიღეს და ასე შემდეგ თოვლზე რომ ვთქვათ ხო თოვლი ალბათ ბავშვობაში ყველაზე ჯერ რუსთავში რა ვითარებაა თოვლის ხო ასე არ მოუთოვია ანუ არა აი როგორ გითხრა ძალიან ეპიზოდური იყო აი ის რო არის აი ხო მოკლედ რა ყველგან ესეთი კაცურათაც კი ვერ დაფარა ეგ რამ ხელა განსხვავება თუ ამას წინათ კვირას ის ქონდა რასადროდის ის თამაში რომელიც კავკასიის უნივერსიტეტში ტარდება სვანიცობაში და მერჯანიშვილი სიცარიელე იყო თოვლის მხრივ ზევით საკაიფოთი და ანუ 5 წუთი არის კი მაგრამ ნუ ის არის მაგრამ ძალიან დიდი განსხვავება აღმერძერვადი ხარ სულ სხვა არის ის არის რა სიმაღლეში განსხვავება არის ხო აი ის მოვიდა მე ესეთი კარგი თოვლი რუსთავში მახსოვს 90-იან წლებში ახალს რო უჭირდა ეს არის კლიმატი და ბუნებაც აჭერდა მახსოვს რომ რაღაცა შეშის მოტანის დროს რაღაც ციგით და იმით მოგიწევდა წასვლა და წყალსაც ვერ სვამდეთ იმიტომ რომ მაშინ დაგემართებოდა ნუ ეგ იყო ეგ ეპიზოდი ხო მაშინ რაღაც მე მახსოვს რომ რუსთავში წყალი არის მევა იყო სალაპარაკო თემა დიდხანს კი ის მაშინ სერიოზული ავარია იყო და შეერია სასმელი და ეს კანალიზაციის წყლები და იყო ეს მასიურად დაიწამლა ხალხი ნუ ძალიან ძიმეთ იყო ჩემის ეს უფროს ბავშვს შეხვდა ეგ მაშინის ყავდა ძალიან ძიმეთ ყავდა ინფექციურში გვეწვინა და ეს მაშინ ისე პატარა იყო რომ აი ვენას და რო გადასხმებს რო უკეთებდა როგორ ისე ხო ძალიან ბევრი კინო თემა შევეხერე ხო და რას ვამბობ აი ხო გეუბნები ეს სულ ის ვირუსული ვიდეო რო არის ის ბავშვური ამინდია და ის გუნდა არ კეთდება თუ გუნდა კეთდება თუ მოკლედ ეგეთი სულ მოთოვდა და იყო ის რომ მოსტრებაზე რომ უნდა მოასწრო სანამ ტალახად იქცევა და მახსოვს ის მეგობარს ძმაკაც ის რატომ ქონდა არ ვიცი თხილამურებიც კი ქონდა ეხლა სადუნაი თხილამურებიც სადუნაის რეალო და ის იყო დანჯვა იყო რომ აი მიდიხარ და ეს შავ ზოლებს რო ტოვებს ეს თხილამურები თოვლში რო გაივლი და უკვე მიწერო ჩანს ეგეთი ეგ არ ვიცი კლიმატის ცვლილებაა თუ რა არის ალბათ არის იმიტომ რომ მე ბავშვობაში მახსოვს რომ ყოველ წელს უნივერსიტეტის ბაღში გადავდიოდით ხოლმე პატარა რო ვიყავი და ჯერ თოვლის პაპებს რაღაცებს ვაკეთებდით ბლომად თოვლი იყო მე ცოტა რომ გავიზარდეთ ციგაობდით იქა ჩოლობთ ციგები ხონდა ჩვენ გადავდიოდით და ეს უკან რაღაცა ჩასასრიალებელში ჩავსრიალდებოდით უნივერსიტეტის ბაღში ანუ თბილისის ეგრე ჩვენც ქონდა სარდაფში ციგები ქონდა და ზამთარში ხდებოდა ამ ციგები წავი ციგები ამ ციგა რო ქონდეს რასაც ჩასასრიალდები ახლა ნიკო ჩემ გეცოდინება მე ბაბუაჩემისგან ვიცი ახლა 33 წელს ხო დაბადე პარალელია რო სადღაც აი 40-იანების დასაწყისში პატარა რო 7-8 წელს თყვარი გაიყინა ის თყვარიც იყინებოდა კი მაქვს მაგაზე გაკეთებული ეს თბილისის ზამთრებზე მაქვს გაკეთებული კი თბილისის ზამთრებზე მაქვს ხო ის არის იაკობ გოგებაშვილები და იქ რაღაც მთელი ამბები შეშას რო იპარავს ბავშვი და მთელი ნაღდი ამბები ხო და რისი თქმა მინდა ახლა ისეთი თოვლი მოდის ვიღაცა იმას რო იწყებს თოვლის ბაბუის კეთებას ვიღაც ტიპები მიდიან და რას აკეთებ ბიჭო თოვლის იმიტომ რომ აგორაებამა შეიძლება მიწა გამოჩნდეს და თოვლი აღარ დაუტოვოს სხვა საგუნდაოდ კარგი არის კი ხო რისი თქმა მინდა იცი მაინც ზამთარი არის და ისეთ იმაში ვარ ჩვენ კლიმატურ სარტყელში რომ თოვლი მოდის ხოლმე რა ესე არ უნდა იყოს რომ აი ახლა მოვა თოვლი და ვიღაცისთვის რა ამ იმისთვის ქალაქისთვის და კომუნალური სამსახურებისთვის ეს იყო შოკის მომგვრელი შენ შეიძლება როგორც მოქალაქე არ ელოდე ამ თოვლის მოსვლას და რაღაცას მაგრამ ეს კომუნალური სამსახურები უნდა ელოდნენ ხო და ყოველთვის არის ხოლმე აქ აი კატასტროფები ხალხი ვერ დადის სამსახურში ვერ მიდის ის იყინება ის იქცევა ის ხელს იმტრევს ის ფეხს იმტრევს იქ ტრანსპორტი ვერ მოძრაობს და ასე შემდეგ პრობლემა არის ნამდვილად იმიტომ რომ ჯერ ერთი განსაკუთრებით ითხოვს ამზადის მაგისთვის დაღმართი თუ არის სადღაცა იგივე იქიდან რომ ჩამოდიოდი რასადროდის ის მერე შუა ქუჩაში მოვდიოდი ესეთან იმიტომ რომ ტროტუარზე მოყინული თოვლი იყო და ისაც ვიწრო ტროტუარი აქვს და ხანდახან რაღაც მანქანაა გაჩერებული და უნდა ჩამოხვიდე უკან ახვიდე ვიწრო გზ მოკლედ მთელი ამბავია და მე რა მძღოლებმაც რა ქნან მოდიან ზოგითან სულელია და უფრო ჩქარა მოდის თოლზე ვიდრე უნდა მოდიოდეს და არის უდაძაბულობა და არ არის კარგი კი და მე ვფიქრობ ხო და მის თქმა უნდა მე გეთანხმები რომ
შეიძლება არ მოვიდეს თოვლი, მაგრამ შეიძლება მოვიდეს. ან როცა შენი საქმე ეგ არის რომ მზად იყო, რაღაც მომენტში უნდა იყო რავი მარილი, აქ თუ რავი რაც უნდა გქონდეს. ტექნიკური მარილია, ხო, რაც აქვს ხოლმე. მე არ ვარ მაგის ექსპერტი, მაგრამ ვიცი რომ მარტო ევროპულ ქვეყნებშიც არ მგონია რომ ბაქოში ან რაღაცა გვერდზე ქვეყნებშიც ესე არის ხოლმე რა. შეიძლება რომ ერთი დღე მაშინვე ვერ მოერიო მაგას, მაგრამ მეორე დღეს და მესამე დღეს გაივლება ტროტუარზე. ხო, მე დიდი ის გამოცდილება არა მაქვს ამ სხვა ქვეყნებში ამ ზამთარში ცხოვრების, მაგრამ პრაღაში რო ვიყავი, ხო, იანვარი, თებერვალი და მარტი. ეს თვეები იყო და იყო ძლიერი ისა, ყინვებიც და თოვლიც იმ წელს ესე იყო. და იქ როგორ არის, იცი? და ეს კარგი არის თვითონ ამ საქალაქო სამსახურებს და მოსახლეობას აქვს რაღაც თავთავიანთი პასუხისმგებლობა. ის თავისას აკეთებს, ეს თავისას აკეთებს. არის სივრცეები, კერძო სივრცეები. ან მაგალითად, ახლა ეს მესმის მე ისეთ უბანში ვიყავი, სადაც 5 სართულიანი და ესეთი არ არის, 20 სართულიანი და ესეთი სახლები. ყველა ცდილობდა თავისი, ესე იგი, წინ ტროტუარი გაეწმინდა და სახლამდე მისასვლელი ბილიკი გაეწმინდა. აი დილის გათენებამდე იწყებოდა ფხაკუნი და ის. ასევე ეს თვითონ ეს კომუნალური სამსახური. ეკია სხვენში ხო ახლა ჩასულები ხო სხვენში ვცხოვრობთ ხოლმე და ის ფანჯრებიც რო აქვს იმაზე ჭერზე ხო აი ერთი პირველად რომ მოთოვა ხო რა შემეშინდა ვიფიქრე რომ რაღაც ქურდი ჩამოდის და რაღაც ჯერ ისედაც ხო მაზალუა სასრო უყურებ ხოლმე და რაღაცა თავიდან მიჭირდა შეუძლებლობა ისავე რომ ვიღაც ტიპი გაიჩიტა წრიაპებით და ემეებით სპაიდერმენივით თოკებით გადაკიდებული და სახურავებიდან ამ თოვლის იმას მეზობელი იყო თუ მუნიციპალური სამსახურის არა ის პროფესიონალი იყო ეს თელი ისინი ქონდა ხო გეუბნები რა აღჭურვილობა და რაღაცა. ხო და აქაც ახლა არ მგონია რომ ვინმეზე ნაკლები საზოგადოება და ხალხი ვიყოთ. თვითონ ხელისუფლებამაც მერიამ, რა ვიცი, საკრებულომ შეიძლება ისე პიარით და იმით ისაქნას. აი როგორ გითხრა, բայց წყალდიდობის მერე ხო ყველა გამოვიდა და არავინ არ ინდობდა თავს და ფეხსაცმელს, ყველა მუშაობდა საერთო გასაჭირს უმკლავდებოდა. ასევე შეიძლება თოლთან გამკლავებაც. მთავარი არის გრძნობდეს ის ადამიანი, რომ მართლა საჭირო საქმეს აკეთებს და იქიდანაც ის შემხედრი მოძრაობა არის ადეკვატური. ეგ არის და თან სისტემა უნდა იყოს საწყობელი, რომ ხა ძალიან ბევრი თოვლი ხო არის, თქვათ მე წარმოვიდგინე ხო, რომ გამოვედი და ჩემ წინ გავწმინდე. ის რომ გავწმინდე საწავი რა მეზობელს დაუყარე გვერდით, ხო? ანუ საწავი იყო მაშინ ვიღაცას სხვას უყრი წინ. ხო. ის მე მეუბნება რომ ჩემ გონებაში ხარ არ უთქვამს და არ მიქნია, მაგრამ და უკვე ხედავ როგორ ნაცემი ყავს და უკვე განსასჯელი ხარ და ხო, ნუ უკვე პრობლემა ხარ, ნაცემი შეიძლება არ ამყავს, მაგრამ კონფლიქტური სიტუაცია წარმოიქმნა, რომ შენსაც კაი რო ისუფთავებ, მაგრამ მე რატომ იყრი წინ? მაშინ იმანაც უნდა გაასუფთავოს და ის კიდე სხვა მოკლედ არ არის ეგრე ადვილად საქმე. კი ბატონო, რომ მე ვფიქრობ, რომ დიდწილად არის საზოგადოებაზე და საზოგადოების მიერ არჩეულ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დამოკიდებული, რომ თოვლის მოსვლა იყოს ზეიმი და არ იყოს ტრაგედია და უბედურება, ხო? გარეთ გამოსვლა. აი მე ზეიმი და კაი ცხოვრება სადღა გვაქვს, ჯიმი არაფერი ზეიმი აღარ არის, იქნება მხოლოდ სევდა და უბედურება. კი ბატონო, და სამაგეროთ პროდუქტები გაიაფდება და კარგად ვიცი. პროდუქტებამდე მაინც თოვლის თემა მოვისავნათ. აი ეს ნათლისღებაზე იყო ძალიან დიდი მოლოდინი იყო შეწყალების, ხო და ჩვენს მეგობრებს, ჩვენს კოლეგებს, მათ შორის აქ წარმოდგენილ პერსონას მოუწია თოვლში და ამ სიცივეში დგომა ციხესთან რომ მოლოდინი, ანუ მე ვერ გავიგე რომ რაღაც მიანიშნეს რომ გავაკეთებთო თუ როგორ წესი შვებიან ხოლმე თუ საიდან იყო ეს მოლოდინი. აი ხო, რაღაცნაირად უცნაურად გაჩნდა ეს მოლოდინი. იცი რა არის? კაიხანი ამბობდნენ რომ სინდისის პატიმრებს თუ პოლის პატიმრებს თუ არ ვიცი, არ შევიწყალე. ხო, რაღაცნაირად მოლოდინი შეიქმნა. ახლა ჩვენს გადაცემის დასაწყისში ნახსენებ უცნობს, ქონდა ესეთი მონოლოგი, რომ დავიკიდოთ ჩვენ ისინი წერენ, არ წერენ ამ იმას შეწყალების ნიკო სულ წყალს ითხოვ, ახლა სტუმარი ხარ, კი არ გაყვედრებ თქო, ხო შეიძლება წყლით მოხვიდე. ხო შეიძლება დამახვედროს სტუმარი რო ვარ. კი ბატონო. ეგეც პროდიუსერმა რო დამახვედროს, ხო შეიძლება? კი. ამ პროდიუსერის თანაშემწემ. ხო და ესე იგი, მოკლედ თქვა რომ არ წერენ ამ იმას შეწყალების მოთხოვნას განცხადებას, ჯანდაბას ხო ჩვენ გამოვიჩინოთ ჰუმანიზმი და გავუშვათ და რაღაც. იყო ეს საუბრები. მერე კიდე იყო თვითონ ამ იმას ყაველაშვილს რო კითხეს რომ შეწყალების რა რაღაცაო და ნათლისღებაზეო რაღაც ესეთი ფრაზა გადმოუვდო. ხო და მოკლედ რაღაცნაირად თან რიცი რა არის რო იცი რომ ეს ხალხი უსამართლოდ ზის ციხეში ხო ფიქრობ რომ იქით მხარესაც რაღაცნაირად აწუხებს ეს და ცდილობს რაღაცნაირად თავი დააღწიოს და ეს შეწყალება ხო ეს ისეთი ის არის რომ საერთოდ ეს ფორმალურად
შეიძლება ინსპირაციის თვალსაზრისით ან პრეზიდენტის თვალსაჩინოში მოსახვედრად საჭირო იყოს განცხადების დაწერა, თორე სრულიად შეუძლია უფლებადოს ლტოს, რომ ისედაც შეიწყალოს, ხო? ბუდიში მე იმას გამეცინა, რომ წარმოვიდგინე, რომ ყაველაშვილის ის და უბრალოდ იმის თვალსაჩინოში არ მოხდა, თორე თუ ყაველაშვილმა არ იცოდა. სტალინმა სულციტონი ხებს განაცხადებებს. სტალინმა არ იცოდა. დამოუკიდებელი აქტორი არის. ხო, ეგეთი ამბავი. ხო, მოკლედ აი ესეთი პრინციპში ხო, ესეთი იმით რა, კრიტიკული და შიგნით დაატრიალა, ესე დაუბრახუნა ხელი ვიღაცას. თავისი ქართულ ჯგუფის წარგზავნილს, რომ ამას მაგრამ ვერ გაიტანა თავის. როგორ ვერ გაიტანა. ხო, მოკლედ აი ეს რაღაცნაირად ასეთ მწիր ნიადაგზე შეიქმნა ეს იმედი. ხო, და რაღაცნაირად მე მოებღავჭა. იცი რა არის, ხო, მე ბევრმა პოსტფაქტუმ როგორც დამთავრდა ვიცით, რომ არავინ არ გამოუშვა 159 კაცი, მაგრამ სინდისის პატიმრები, ეს პოლიტპატიმრები, მზია ამაღლობელზე იყო მოლოდინი, არ გამოუშვეს, ხო და მე პოსტფაქტუმ ხო იყო ესეთი უკვე კრიტიკული აღქმა, რომ აი რატომ აი ის გამო გაჩნდა ეს მოლოდინი და რატო ან თავი რატო დაიტანჯეთ ან მაყურებელი ან საზოგადოება რატომ დატანჯეთ ან თვითონ აი ამ პატიმრების ოჯახის წევრები. ისა პირველ რიგში პატიმრების ოჯახის წევრებზე იყო ლაპარაკი, იმიტომ რომ კაი, ქორიძე მივიდა, მაგის საქმე არის, რომ 22 საათი ყინვაში იდგეს და წამოვიდეს და ეხა შვილი ან ცოლი ან ქმარი ან რაღაც ახლობელი რო ყავს, იქ პატარა რაღაცა ნაპერწკალიც ისეთია. ჩემი ახსნა არის ესეთი ისა, რომ აი ზოგადად ხო აი არანორმალურ სიტუაციაში ხო არანორმალური ქცევა ხო ნორმალური არის. ხო, აი რაღაცნაირად იმდენად არანორმალური სიტუაცია არის შექმნილი, რომ აი ბოლომდე იმას ეს ლოგიკურად გამართულად თუ ვერ ვიქცევი, ხო? ამას აქვს რა ახსნე საბუძველი და მეორე კიდე ის არის, რომ იმდენად არის ეს უკვე მობეზრებული, აი ეს არანორმალური ვითარება და ვისი შექმნილიც არის გასაგები არის, რომ რაღაცნაირად ვცდილობ, რომ აი 1 მილიმეტრია, 1 გრამი ამ იმის იმედი დაიტოვო, რომ ნორმალური არ, ხო შეიძლება 100%-ით არ იყოს, მაგრამ რაღაც პროცენტით იქიდანაც გქონდეთ რაღაცა ესეთი ადამიანური, ჰუმანური გრძნობები და ნორმალურობის განცდა, ხო და ამას ებღაუჭები, რომ იმდენად არალოგიკურია სიტყვაზე, ხო, რომ ეს ტიპები ასეთი სასჯელებით ციხეებში ყოფნა, ხო? შეიძლება რომ მოეჭიდო ხავს. ჩემი ის არის ისე იდეა ჰერალდიკოსებს აყედვირებ ქართულ ჰერალდიკოსებს, რომ ხავსი უნდა სულ მაგს განცდა რომ იყო, უნდა დავაბრუნოთ გერბზე ან იმაზე, ხო, ხავსი. კარგი იდეა არის. კი, შვენიერი. ხავსით გადაბრუნებული ურემით შეიძლება. ღვინია. მახათიც. ხო, ღვინია გადაიჭეხა. ხო, აი ეს ხო, ჩემი აზრით აი ეს არის, რომ აი ეს დღე, ხო, ნათლი ეს ნათლისღება ესეთი დღე რო გამოვიდა. ისე ახლა ბოლო 30 წლის განმავლობაში რა ძალიან ბევრი შეწყალების პროცესი გვინახავს და ჩვენს თვალწინ გაუვლია. ეს რაღაც გამორჩეული იყო და მე ის რო ვიდეოები გამოჩნდა, ღმერთმა ყველას გაუმარჯოს, ყველა პატიმარი ვადაზე ადრე გაათავისუფლოს, იმიტომ რომ რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ იქ მოხვედრის მერე ადამიანს უჩნდება სინანული დაფიქრების ის და აი ბოლომდე მოხდას და კანონმდებლობაც ითვალისწინებს, იქ არის ვადამდე ადრე გათავისუფლება, ნახევარს რომ მოიხდი, 2/3-ს მოიხდი, პრეზიდენტ შეუძლია შეიწყალოს, რომ იქ რომ მოხდება ადამიანი და რაღაც პერიოდი არის, ის თუ გამოსასწორებელია, მოკლედ რა, ყველა პატიმარი იმსახურებს, ყველა ახლა ძალიან ხომაღალ ნათქვამია, მაგრამ უმეტესობა იმსახურებს როგორც პოეტი იტყო და მე მინდა ეს რომ ბევრმა გაიგოს, ჩაკეტილი თავისუფალი იყოს. ხო, ეგეთი ამბავი, მაგრამ ეს იყო რაღაც უცნაური ესე შეწყალება, აი თითქოს რაღაც ნიშნის მოგებით. მე ის ვიდეოები ვინც გამოუშვეს, ის ხარობენ, ზეიმობენ, ეს იმედგაცრუებული და გაწმილებული ხალხი და ან ხო, შეიძლება და საერთოდ ის ბრიფინგის გაკეთება და მინიშნება იმის, რომ აი რა ტიპის შეწყალება არის, რა ტიპის პატიმრებს უშვებს. ცალკე კინო ვიდეო და პეტიციურმა და ხო, მაგას ვამბობ, რომ ეს ისე რაღაც თითქოს ნიშნის მოგებით იყო რაღაც თითქოს ეგა და შეიძლება და იცი რა არის, გასაგები არის, რომ არავინ არ ითხოვს ამ პირად ინფორმაციის გამჟღავნებას, მაგრამ აი ის ადმინისტრაციის წარმომადგენელი გამოვიდოდა და აი პრეზიდენტმა შეიწყალა ამდენ 159 ადამიანი, ამდენი ქალი, ამდენი ბავშვი, ამდენი ეს და ყველა მიხვდებოდა არის იმაზე ლაპარაკი თუ არ არის. აი ბოლომდე რაღაც ეს სასპენზით ის
ამის რამ რომ 11-ის ნახევრამდე თუ 11 საათამდე რაღაც ეს იყო ეს მოლოდინი. ხო, ეს არისო ესეთი ისა. ხო, უცნაური შეწყალება გამოვიდა ჩემო ნიკო, ხო. მერე მოხწონს? მერე ხო, არ ვიცი, ახლა მე ველოდები ნიკო როგორ გადავა, მაგრამ არ გადადის ნიკო და მომწონს მე გადასვლა. ხო, აი ეს ჩვენ აქ რო იყოს, თოლთან იყო დაკავშირებული ის რომ ავტომობილი შეეჯახა 51 სკოლასთან ნიკო, იმას რაღაც ტროტუარზე ავარდა თუ ბარიერს შეეჯახა და უცნაური კრიმინალური დრამა გათამაშდა. მოხდა შენს იმაში ეგ მოხდა რომ ვიღაც კაცი იყო დანითხელში რომ არ მომეკაროთ თავს მოვიკლავო და მე დააკავეს და 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მუქრება ახალი ამბავი წავიდა ეს ვიდეო და ეს არ მინდა ეს კადრები ჩემი თვალიდან არ ამოვა როგორც პოლიციის პროფესიონალიზმის რა ვიცი გამოვლინების უმაღლესი მწვერვალი და დონე არ ვიცი როგორ ირონიულად ამბობ თუ მართლა კარგად შენ არ გინახავს ხო იყო ძალიან უცნაური ესე იგი ბევრი პოლიციელი იყო ეს ერთი კაცი იყო ნუ რა ხელში ეჭირა ეს ის მაგრამ აი ისე რომ აი რაღაც იქცეოდა ისეთნაირად რომ პოლიციას მოქმედების დრო და გააზრების საშუალება არ ჰქონდა ვერ ვიტყვით ამას ვერც იმას ვიტყვით რომ ეს ერთი იყო პოლიციელი ერთი იყო ან ეს ერთი იყო პოლიციელი 2-3 ბევრი პოლიციელი იყო მაგრამ ბოლოს აი როგორც ის არის ხოლმე ქუჩაში უბანში ჭხუბი რო ხდება ესე ეცნენ და ესე გალახეს ოღონდ მაინც გამომართლად მე ვფიქრობ რომ მოკლედ ვერ იმოქმედებს ვიღაცას აი რაღაცნაირად სრულიად დაუგეგმოთ შეიძლება ვიღაცას უკნიდან მოევლო ეს ერთი ხო იმიტომ სანამ ელაპარაკებიან რაღაცა ესეც კონტაქტში იყო რაღაცას ელაპარაკება სხვებს შეეძლოთ შემოერა რაღაც ის დაეგეგმათ ხო რაღაც ოპერაცია ხოცირი სიბრალე თოვლისა არის ან რაღაც სპეციალური საშუალებები მე იმას კი არ ვამბობ რაღაც განსაკუთრებულს მაგრამ რაღაც მიასხეს პირისაპარსი ქაფი იყო თუ არ ვიცი ხანძარსაწინააღმდეგო რა ქაფი სრემსადენი არის ქაფი არის ხოლმე ეგეთი ხო მაგრამ იყო ძალიან უცნაური იმიტომ რომ რაღაც ვერც მიაღწია იქამდე ცეცეკი სპრეი არის ხო აქციების დარბეობის დროსაც მაგას იყენებდნენ პერიოდულად ქაფს და არა სპრეის ხო რაღაც უცნაური თავიდან გვეგონა რომ გაფუჭებული იყო და მე ვფიქრობ მე წავიებ და კანში ჯდება ბოლომდე და მე ვფიქრობ ნიკო ხო და მოკლედ მე იწვალეს ეს ვერ წააქციეს თავიდან მე წააქციეს მე ხელკეტები ურტყეს ზოგს ხელკეტი არ ეშლებოდა ვერ ზოგს არ ეკეცებოდა მე რას ვფიქრობ იცი პოლიცია იმდენად არის ესე იგი დახელოვნებული და ვიწრო სპეციალიზაციით ესე იგი მხოლოდ აქციის რუსთაველზე აქციის მონაწილეების დარბევა დაკავებით რომ ნებისმიერი სხვა კატეგორიის კანონმდარღვევთან გამკლავება უჭირს უკიდურესად ჩემო ნიკო. რო ეთქვა ვინმე სამ პოლიციას რაციაზე რომ მოსვლოდა რომ აკაცუკია. უცბად აერში ააგდებდნენ უცბად ამოუგრიხავდნენ ხელებს, მუხლებს დაამტრევდნენ რაღაცას უზამდნენ, ასფალტზე ახოხიალებდნენ და დაიჭერდნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში გაუჭირდა ძალიან და იყო ძალიან ცუდი სანახავი. იქ ბევრმა გაიხსენა რომ ხო არის ის რაღაც ელექტროისინი რო არის და პარალიზებას უკეთებს არა. ვიღაცამ თქვა რომ აი ახლა ამერიკაში რო ყოფილიყო და ადუღებდნენო და აცლიდნენო 1 ტონა ტყვიას ღუზას აკიდებდნენო, მაგრამ ახლა ეს რაღაცაზე გაბრაზებული კაცი იყო. არ იქცეოდა ესეთი მშვიდათები და აიჭირა ხელში და რაღაცა, მაგრამ პოლიციელი იყო ბევრი. დრო ქონდათ ხო უფრო იმათ შეიძლება იმიტომ რომ გადარჩნენ ახლა იქ ვიღაცას რო არ გამოდო ის დანა რაღაც ხო მან თოვლის არ იყოს პრობლემა არ არის უშუალოდ პოლიციელებში არის პოლიციელების მომზადებაში და ეგ არის მართლა სერიოზული თუ თვითონ ნახეს არის იცი და პოლიციელი გულისხმობს რომ მომზადებულია ნიკო ახლა არა რას ვამბობ თოვლის უნდა იყოს მზად რომ მოვა თოვლი თუ მოვიდა ამას ვაკეთებთ იგივე პოლიციელებს ალბათ გავლილიც აქვს ტრენინგი, იმიტომ რომ წარმოუდგენელია როგორ შეიძლება არ იყოს ეგ ნავარჯიშები არ ქონდეთ, რომ არადეკვატურია ვიღაცა სწორი რო თქვა შეიძლება, რომ თქვა არ იქცევა ბოლომდე
ადეკვატურად ადამიანი შეიძლება საფრთხეს უქმნის თავის თავს და სხვებს. შეიძლება ხა ეს განსაკუთრებული შემთხვევა იყო 51 სკოლასთან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ პოლიციელს ყოველდღე მოსდის რაღაცა მსგავსი ტიპის შეხება, შეიძლება ოჯახური დრამა იყოს, შეიძლება ვიღაცა მთვრალი არის უბანში, შეიძლება ბევრნაირად ხდება ხოლმე ეგრე და გააქვს რომ ამ დროს ესე იქცევი. იმიტომ რომ წესით პოლიციელს ადგილზე არ უნდა ჭირდებოდეს გადაწყვეტილების მიღება, ეხლა რა ვაკეთო? ეგეც უნდა შეეძლოს, მაგრამ სტანდარტული მდგომარეობაა. ფეხბურთში რო არის ხოლმე სტანდარტული მდგომარეობა სასრულებ, ამ დროს შენ იგდები, მე ვგდები და ამას ვაკეთებ. კი ბატონო. ეგ არის უმაღლეს დონეზე ვერტიკალური დარღვევა არის და არა თქვა კონკრეტული პოლიციელების ესა. ხუმრობა დაგიფასე ასევე, მაგრამ როგორც წესი პოლიცია არ არბებს ხოლმე ხა. მაგისთვის. მე ვუტრირებ, მაგრამ ხო გეუბნები იმის გამო რომ აი ძირითადად ამ ტიპის გამოწვევებთან უწევთ გამკლავება ქუჩის პროტესტთან, ხო? რაღაცეებში მოიკოჭლებენ. ახლა იცი რა არის? პოლიციას მან თქო ის აქვს მნიშვნელობა აქვს რომელი განყოფილება რას აკეთებს და ფაქტობრივად მართალი უნდა იყო ადამიანი. როგორც წესი პოლიციელები არ არბევენ მიტინგს. რას აკეთებენ აბა? მე ხო ყველაფერი ზუსტად მირაშვება არ ვიცი, მაგრამ ცალკე თანამშრომლები იჭერენ ადამიანებს. რა ვიცი? აი ხო ახლა და რა დარბევით ახლა იმაში არ არის ეგ დარბევა კაცო ანუ მშვიდობიან აი ის მოქალაქეებს პროტესტის დროს რომელიც გადააკეთებიან ფეხით მივარდებიან და ტენიან მანქანაში ძალის გამოყენებით. ნუ მან დიდი ის არ ჭირდება ხოლმე ტექნიკური დახვეწილება როგორც წესი ესე შვებიან და ვიცი რომ იქიდან ხელს არ შემოგიბურნებენ და იქ რაღაც პომპომჩიგიანი ლიბერალია და შეგიძლია შეაწმინდო ფეხებით და ყველაფერი ზე. აი ეს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რო ჩატენეს. ეგ ვინ იყო? ეგ იყო ისა? ხო ანუ გან არ შვებია ხოლმე უბრალოდ რა მინდა და რა პატარა ისიც ყოფილიყო რომ რაღაც კონტექსტი. ხო მესმის. ძილის ხმა მოვიღეთ ამაცა დავთავრე წინადება. ესე იგი ძირითადი თემა ჩვენ დღევანდელი არის წინასწარი მომზადება. იმიტომ რომ თელი ყველაფერი დგას იმაზე რომ რაღაცისთვის ხარ მზად და როცა ის რაღაცა მოხდება, მე ისე აკეთებ როგორც გასწავლეს, არ ვიცი ტრენინგის დროს თუ მომზადების დროს თუ ასე შემდეგ. კი, რასაკვირველია. თუ ამათ არ ქონდათ მსგავსი ტიპის მომზადება, არის რა თქმა უნდა ხელმძღვანელობის არ არის მოსაწონი. არ არის მოსაწონი. თუ ქონდათ და იქ დაიბნენ, მაშინ რა ვიცი, ასაწონია რომ რატო ხო გაიარე ესა, ჯერ კიდევ შარშანი. ხო, ემჩნეოდათ რომ ეს არ იყვნენ მზად ასეთი სიტუაციისთვის და ეს იყო უცნაური, ხო, ამის თქმა მინდა ხო და. კარგი, მაშინ აი მობილურების სერიოზული დისკუსია არის გაჩაღებული. ოჯახებშიც არის ახლა ხო ყველას აყავს პატარა ან ახალგაზრდა და რომელსაც უფროსი თაობის ტიპები ებრძვიანს რომ აი სულ ტელეფონში გაქვს თავი ჩაყოფილი ადრე ახლა უფრო ტელეფონებში ადრე კომპიუტერში და ხო ახლა სკოლებში უნდა აკრძალონ არის ამაზე დისკუსია რომ სკოლებში ის შეულებრივი შეიქმნება ეს ჩასაბარებელი ტელეფონს ვერ შეიტან ხო ეს ჩვენთან ნიუსიც ეწერა ხო ახალ ამბებში ვნახე იქ რომ მასწავლებლებმაც უნდა მიბაძონ ეს არ არის სავალდებულო ჯერ კანონის ფორმა არ მიუღია მაგრამ მასწავლებლებმაც არ უნდა შეიტანოს ხო და შენ რას ფიქრობ იმიტომ რომ შენ ვიცი რომ თვითონ დიდი მოყვარული ხარ ამ იმის მოწყობილობების გაჯეტების პატარა სანდროც ყავს და მოზრდილი სოფოც ყავს ხო შენ როგორ უყურებ ამ პრობლემას ნუ ხო მოზრდილი სოფოს სრულწლოვანია თან ვერ გავუკონტროლებ რასიზმს და როგორ ეხლა ეს კანონის დონეზე არ ვიცი რა როგორ ჩამოყალიბდება თვითონ პრაქტიკის დონეზე ისე არის რომ ბევრ კერძო სკოლაში ესეც აკრძალულია საჯარო სკოლაში არ ვიცი როგორ არის მაგრამ რაც არის ჩემი აზრით აუცილებელი ნაბიჯი არის ანუ არა მარტო მივესალმები არამედ ეს რო არ მოხდეს ძალიან აღშფოთებული ხომ არ ხდება დემონიზება რისი მოწყობილობის აი ამ სამყაროსი ციფრულის ანუ ჯერთ უნდა მოხდეს იმიტომ რომ გაკვეთილზე არაფერი ადგილი არ აქვს რატომ უნდა კონდეს ტელეფონი ბავშვს გაკვეთილზე ერთადერთი არის რომ თუ რაღაცა დაკავშირება და ის ჭირდება მაგისთვის უნდა იყოს საშუალება მაგრამ გაკვეთილი არის სწავლის ადგილი ჯერ წარმოიდგინე საწყალი მასწავლებლები რომ თქვათ ყავს მეხუთე კლასელები და მეხუთე კლასელი საკუთარ შულთან გიწევს ხოლმე გამკლავება და სხვისი შვილები რო არიან უცნი არიან და ყველას თავისი ამბავი აქვს ჯერ მაგათთან როგორი არის კლასში ჯდომა თან ყველასათი თავთ მოფერებით რომ უნდა მიუდგე ზოგთან ესეთი მიდგომა უნდა კონდეს ზოგთან ისეთი ოდნავ მაინც რაღაცა შეგეშლება და შობელი მოდის და ხან სამართლიანად და ხან არასამართლიანად twins გიბურღავს და პლუს ამას ემატება რომ ტიპიზის და თამაშობს
ანუ არანაირი საჭიროება არ არის რომ ტელეფონი იყოს იქა. ტელეფონის მომხრევარ კი ტექნიკა ძალიან მიყვარს, მაგრამ არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელსაც დღეს გვიქმნის სწავლის პროცესში საერთოდ წარმოუდგენელია, რომ რატომ უნდა იყოს იქ. ხო, მაგრამ იცი რა არის მესმის მე რასაც შეგამბობ, მაგრამ რა? ხო, რა იქნებ რაღაც შეგნებით რომ გაკვეთილზე არ გამოიყენოს და ეს ტელეფონი თვითონ კონდეს, არ ვიცი რა. მიდი ეხლა 9 წლის და 10 წლის ბავშვის შეგნება აკონტროლე. არავის მაგათ შეგნება არ აქვს. ანუ ის კი არ არის რომ რაღაც დემონიზებას ვახდენ ბავშვების, მაგრამ თუ ჯერ ერთი ხა მაგ ხელა ბავშვი მიჩვეულია რომ სულ ზოგი დამოკიდებულია უბრალოდ. ზოგს ეხა შეგნებით მიუდექი 10 წლის ბავშვს და 11-ისა და 12-ისას ყველას ვერ მოთხოვ კი არა, ვერავის ვერ მოთხოვ რომ მთელი 45 წუთის განმავლობაში შეგნება გამოიჩინოს. შეგნება მე არა მაქვს მაგდენი რო შემა ლექციაზე რო დამსვა მე რო ვიყო სტუდენტი რაღაც დროს ამოვიღებ. და მირჩევნია რომ არ მქონდეს საერთოდ იქა დავждები მოусმენ, იმიტომ რომ ჩვევის ამბავია. ერთი წამი რომ მოიწყენ, შეიძლება ისეთ საინტერესო არ არის იმ წუთას და თან გაკვეთილები ესეთი რამე რომ ყოველთვის სულ საინტერესო ვერ იქნება. ხანდახან ზოგს მათემატიკა ინტერესებს, ზოგს ქართული აინტერესებს და ზოგს ბუნების მეტყველება თუ არ ვიცი რა ქვია და რაღაც მომენტში შენთვის საინტერესო რო არ იქნება, ამოიღებ მე და იმას თამაშობ Clash Royale-ს. ხო. უყურე ახლა მაშინ მაგ ლოგიკით მაშინ დღეღამის განმავლობაში როდის არის ის მომენტი და ის დრო, როდესაც ტელეფონი უნდა კონდეს და როგორც თვითონ უნდა ისე მოიქცეს. ჯერჯერობით ბავშვისთვის არის ყველანაირი რჩევა, რომ იყოს მაქსიმალურად შეზღუდული. რამდენად გამოგდის აქ მშობლებს, ცალკე ყველა მშობლის ის არის გულის ტკივილია, იმიტომ რომ ძალიან ყოჩაღი უნდა იყოს და სუმაგაზე უნდა იყოს გადართული, რომ აი ზუსტად ისე აკონტროლო, რომ დღეში 1 საათი გაქვს და მორჩა, ან 2 საათი გაქვს და მორჩა, იმიტომ რომ მე შაბათი შუა დღეა, მე რაღაცა ხანდახან გინდა რომ გაჩერდეს და რაღაცას მიაჭეჭებ და მე თავს დამნაშავედ გრძნობ. მაგრამ თუ მაგას არ აკონტროლებ, ძალიან ეს არის ნარკოტიკივით. ანუ თუ არ უყურებ, ბავშვი მე 12-მდე ზის და იმას Minecraft თამაშობს და Fortnite-ს და ვიღაცებთან ერთად ონლაინ და 3-ზე იძინებს და 4-ზე და მე ანუ ამისი რეგულაცია არის აუცილებელი. არის 100%-იანი საჭიროება დიდი ან პატარიან ყველასთვის. ანუ ხა ძილის წირას სკროლავ და იმას შვება, ტვინში გიზდება, კარგია ეგ არ არის. მესმის, მაგრამ მე ვცდილობ რაღაც ესეთი ბალანსი მოვძებნო რასა და რა შორის. ერთი მაგ განსაცდელებს შორის, მეორე კიდე ის რომ აი რაღაცნაირად ციფრული ჩამორჩენილობა არ კონდეს. აი ახლა წარმოიდგინე, შენ გინდა რომ შენი შვილი გამოვიდეს ბეისბოლის ვარსკვლავი ან კალათბურთის ვარსკვლავი და რაღაცნაირად უზღუდავ რომ არ ითამაშო. ბევრი არ გახვიდე, არ ივარჯიშო, არის საქმე. ესე ხო არ ხდება. რო გინდა რომ ის ბილ გეიტსები ყავდეს ახლა და სტივ ჯობები ყავდეს და ასე შემდეგ. თუ ტელეფონს დაუმალავ, თუ კომპიუტერს დაუმალავ, თუ ამ ციფრულ სამყაროში შესვლა შეუზღუდავ და რაღაცას ხო არ დააზიანება, იმიტომ რომ სამყარო მიდის აქეთ გაციფრულების. გაჩნია რა საკეთებს იქ, ანუ თუ ბავშვი ზის და კოდს წერს იქ, ახლა რომელი მშობელი მივა და კოდამდე კოდით ხო არ დაიწყებ, კოდამდე ხო უნდა მიხვიდე და როგორ მიხვალ? საქმე იმაშია რომ ესენი აღარ გეხმარება კოდამდე მისვლავში. აქ ძირითადი რაც არის ან თამაში, რომელიც გასწავლის, რომ FOMO ქვია მაგას ახლა fear of missing out. რომ ბოლო 10 წუთი ის არის რეიდი არის 10 წუთში, ორმაგი ქულები იწერება 1 საათში, სპეციალური გამოშვება არის 5 საათში, რომელიც არაფერში ხელს არ გიწყობს, გარდა იმისა, რომ დამოკიდებულებას იწვევს. ამას გარდა არის rilsები და TikTok-ები და ასე შემდეგ, რომლის მთელი იდეა არის აწყობილი გემბლინგის პრინციპზე. ხო, ვიცი. ესე შვები და ეს Bill Gates-ობას და რაღაცაში კი არ გიწყობს ხელს. ხო, და აი როგორ გავაკეთოთ, რომ მომავალი Bill Gates-ი არ დავთრგუნოთ. ეს TikTok-ის ვიგინდა რა არ გავზარდოთ. ანუ მე და შენ ბევრს ვერ ვიზამთ მაგაში, მაგრამ ერთი არის, რომ ასეა თუ ისეა ეკრანთან დრო უნდა იყოს შეზღუდული, იმიტომ რომ თვალებისთვისაც ცუდია, ტვინისთვის ცუდია, გაშტერებს და რაღაც ცუდ ჩვევებს იმუშავებს. არაფერს კარგს იმაში არ შვება. თუ ეხა ატყობ, რომ ან ხატავს ბავშვი, ან კოდს წერს, ან მუსიკალური პროგრამა აქვს ჩამოწერილი, ან ლექსებს წერს, ან რაღაცას შვება, რაც არ არის, მანდ არის ორი რაღაცა, რომ აქ ხარ მომხმარებელი თუ შემქმნელი. ხო. ხომ? ანუ როცა ხარ კონსუმერი, უბრალოდ ძალიან ადვილია რომ შეუჭო 3 საათი ესე იწვე. TikTok-ს მე მაინც არ ვიყენებ ხოლმე, მაგრამ ნუ თქვა და გუში წინ მქონდა რა საშუალება 1-2 საათი საწლში ვიყავი და ესე შევეძლო 2 საათი ისე გავიდა რომ არც საინტერესო მინახავს რამე, არც გამიცინია. არც არაფერი ახალი არ გამიგია, მაგრამ დრომ გაირბინა ესე. მეთქი შევხედე, მეთქი 3 საათი სად წავიდა. მოკლედ მე ჩემი მშობელი როგორც ფიქრობ ხოლმე მაგაზე რომ თუ ტექნიკასთან ორივე შეგიძლია რომ ხან მომხმარებელი ხარ, ხან შემქმნელი ხარ, მაგრამ თუ რაღაცას აკეთებ, ან ხატავ,
ან ზოგი არის თქვა სანდრო აკეთებს ხოლმე რაღაც ჭრის ვიდეოებს და იმასება თავისთვის რაღაც ფეხბურთის ვიდეოებს აწყობს. მაგაში თუ დრო გადაუცდა, ვაცლი ხოლმე რომ მეთქი მორჩეს რა ისა რაღაცა key frame-ებზე აქვს აწყობილი რაღაც ფეხბურთელის სახე გამოდის რაღაცას წერს და აკეთებს, ანუ თვითონ აკეთებს. ამ შემთხვევაში ფურცელზე ხატავს, ეკრანზე ხატავს, კი აქვს მნიშვნელობა თვალებისთვის და რაღაცისთვის, მაგრამ საბოლოო ჯამში თვითონ შვება. მაგრამ თუ აი ეს ეხარ და ეხარე. აიყურე. ხო, აი ჩემი ინიციატივა იქნება საკანონმდებლო და ნიკო და აუცილებლად მიმართავ პარლამენტს. იმის გამო რომ რაღაცნაირად არ მოხდეს აი ეს დემონიზება, აი ამ სამყაროსი და მოწყობილობების და თან ტელეფონებიც ჩააბარონ და არ ისა TikTok-ის ვიგინდარებად არ იქცნენ. მე ვფიქრობ რომ რაღაც დრო უნდა გამოეყო. არ ვიცი გაკვეთილს დაარქმევენ, არ რაღაცას დაარქმევენ, რომ ამ ტელეფონებით გული იჯერონ აი იმ ტიპის სამუშაოებით, იმ ტიპის საქმიანობით. კოდის წერა იქნება, ვიდეოს მონტაჟი იქნება თუ რაღაცა. ხო? არ ექნებათ იმის განცდა რომ რაღაცას ის არის აკრძალული ხილი არის, ანუ ჩვეულებრივი სასწავლებელი არის, გამოსაყენებელი არის და ამ ტიპით, აი ამ ფორმით რომ მოხდეს. არ არის ცუდი იდეა ნიკო. არა უშავს, მაგრამ მაშინ უნდა იყოს რაღაც სკოლის ის. მოკლედ სკოლაში უნდა იყოს აკრძალული, თორე გამოენახე ქორიძესავით, რომელიც სკროლავს ისე სრულიად დაზომბებული და მიდიან აბარებენ ამ ტელეფონს. ანუ რა შეხედე დაზომბებული მეთქი და რაც თანაც მოეწონა რა ის არის. მიდიან ამ ტელეფონს აბარებენ, ან არ აბარებენ, მაგრამ ელოდებიანი მეოთხე, მეხუთე გაკვეთილს, რომლის ცვლილობისას გამოავლენენ რაღაც უნარებს და ან მასალებელი ეთყვით ეს გავაკეთოთ, ის გავაკეთოთ, ამის კოდი დავწეროთ, იმის ის ამოხსნა. მაგის ადგილი როცა იქნება. კი ბატონო, ანუ ეხა ეს რო დემონიზება კიდე ისეთი სათქმელია. ნიკო ამას ვამბობდე რომ სხვა შეწოდი გახარ მოსაბსამად იღებ და იმას შვები რაღაცას, როცა 2 წამის ამბავია და მოფსი რა, ისე რომ ამას არ შეხედოთ. ჩემ თავს ვეუბნები, ვიღაცას იმას კი არ შვები. ახლა ცუდ კალამბურს ვიტყოდი, მაგრამ ანუ ხან ჯდები, იმას შვები, ავტობუსს ავადები და 1 წუთში მოვა. არ არის აუცილებელი რომ 1 წუთში ან რილსი ნახო და ან თამაში დაიწყო. შეხედე და იქნება რაღაც დაფიქრდე. რაღაცა მოიტანოს. ჩემი მეებს რო ვაკეთებ ხოლმე მეორე გადაცემების სერიას არის ერთი ნიუანსი. ბევრი სხვა რაღაცებს ვკითხულობ ხოლმე რომ ანუ შთაგონება მომეცეს ან ისა და ერთ-ერთი არის სრულიად ანუ კვლევები დადასტურებული რომ ადამიანს სჭირდება ეხლა ესეთი მეტაფორა არის ზუსტად იგი არ გამოდის მაგრამ დეფრაგმენტაცია ქვია დისკის კომპიუტერის. რომ ხან და ხან აი ესე უნდა იჯდე უაზროდ და თქვა ჩიტებს უყურო. ამ არაფერს არ აკეთებ რა და ამ დროს ტვინი ბოლომდე გამოკლეული არ მაქვს, მაგრამ არაერთი კვლევა იყო მაგაზე ლაგდება და მოკლედ ძილი როგორც არის აუცილებელი, ხანდახან ფხიზელი ძილიც არის აუცილებელი. და იქ კითხულობ თქვა ამ დროს თუ ზივარ და პოდკასტს უსმენან მუსიკას იგივე არ არის და არ არის იგივე, იმიტომ რომ გარინდება ჯობია. ხო, იმიტომ რომ იქ მეტი მუშაობა ჭირდება ტვინს, თუნდაც პასიური, რომ თქვა რაღაცას რო გიყვება ადამიანი, მიყვე რა ხდება, ან სურათი დახატოს რაღაც საქმას და აი ესე თუ ზიხარ რაც კატებს უყურებ, ან ჩიტებს უყურებ, ან თოლის სულას უყურებ და ადამიანებს რო უყურებ, ეს უფრო ის არის, იმიტომ რომ ადამიანებს რო უყურებ, ისა გაქვს ჩართული, რომ ეხა ხო არ მხედავს რო უყურებ, უხერხული ხო არ არის. სიარულის დროს ხდება დეფრაგმენტაცია. კი, მე შემიმჩნევია ჩემი თავისთვის. აი სიტყვაზე რაღაც მინდა ლექციას მოусმინო, მაგრამ ან რაღაცას მოკლედ რაღაც ტიპის ინფორმაციას და სრულიად ვეთიშები ხოლმე და რაღაც კარგ აზრებზე მივდივარ, რაღაც ჭკვიანურები მოდის. ხო, ანუ ჭკვიანურები მოდის, როცა რაღაცნაირად ეს ეხარ და მე აჰა, ეგ ანუ მე მაგ დროს მეწყება სიარულის. ხო და გამონაკლისი არ ახარ, ანუ თან შენ შემოქმედებითი ადამიანი ხარ, ყველას ეგრე არ შეუძლია რომ გადასარევი აზრები მოუვიდეს ზოგ საათაში. ახლა გადასარევს მე ვამბობ თორე ახლა შეიძლება სულაც არ არის. ალბათ არის. აი რა ვიცი, აბა გადასარევი აზრი, ყველაფერი ფარდობითი არის. აი ეს ფასებს რო ეჩალიჩებიან ახლა ჩვენ თავროს ეს დღეს ახლა რეიდები დაუწყიათ აქ ვისი რეიდები დაიწყეს, ანუ მე წავიკითხე სუპერმარკეტებში და უწყიათ. რას არყვევენ, რომ ანუ სუსი რას შვება, რომ ფასებს უმოწმობს, რატო აქვს ფასნამატი, საიდან აქვს და როგორი გასწა, აი ეს რეიდი რო შედის ის რო არის უსინდისოდ რო იქცევიან ხოლმე მაგალითად სასტრაფო ის ან 112 ან პოლიცია რომ მიდის და იმას ზოლში რომ მიდის რა ქვია ბასლაინში თუ სადღაც რომ მიდის და უკან ვიღაც ტიპები შლეგივით რომ მიყვებიან ესე შედის სუსის რეიდი სუპერმარკეტში და მიყვები შენ რო შლეიფად გაიაფთა და შემიღები ანუ არ ვიცი რა იდეაშიც არ მესმის რომ მიწოდების ჯაჭვს ამოწმებენ რომ სადმე ხო არ არის დაზიანებული მე ვფიქრობ რომ ესეც რაღაც დიდწილად ესეთი ის არის რა აი საინფორმაციო აი PR ინიციატივის ხელში აღება რომ აი ეს პრობლემაა და მუშაობენ პრობლემაა თქვა ირაკლი კობახიძემ გუშინწი რომ ბევრი მარკეტია საქართველოშიო და ამიტომ არის ძვირიო რაც
არანაირ არავითარ არაფერში არ ჯდება, რაც ელემენტარული ოდნავ მაინც რა ეკონომისტები ჩვენ ვართ, მაგრამ მეტია მიწოდება, უკეთესია მომხმარებლისთვის როგორც წესი, ხო, არ ვიცი, აქ ხო ადრეც გვილაპარაკია ამაზე, ხო, რა ვიცი, აი ხელისუფლება მარეგულირებელმა რაც შეიძლება გააკეთოს ის არის, რომ ბაზარზე წვდომა გააიოლოს, ანუ შენ შემოგაქ მაგალითად სერბეთიდან, რუსეთიდან, ბულგარეთიდან რაღაც ტიპის პროდუქტი, ხო? მე შემეძლოს იგივე პროდუქტი შემოვიტანო აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან. ხო, რაღაც, ხო, წარმოუდგენელი ახლა ის და ეს ჩემი რაღაცნაირად ერთი ფასი იყოს, ხო? ხო, გასაგები არის, რომ ვიღაც შეიძლება გარიგდეს, მაგრამ რაც უფრო მეტნი არიან, ხო, მით უფრო რთული იქნება გარიგება. ანუ მით უმეტეს რომ თუ კანონსაწინააღმდეგოდ გარიგდა ვიღაცა დაიჭირე კაცო. ხო, აი ამბავი. ვინო ხერია, ოღონდ რამე გაიაფდეს, ნებისმიერი რამე და სულ თუ არ მჭირდება მაინც მიხარია. რაღაც არასწორი საერთიეს იმის არ იყოს ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, ახლა ამაზე გადაობენ ერთი ქალაქი, ერთი სუპერმარკეტი. ხო, ანუ რა შეეხმარება ეგ ვინმეს? ხო, არ ვიცი. ახლა იცი რა არის, ახლა საბჭოთა კავშირს ჰქონდა სულ კრიზისები, იმის გამო რომ რაღაცნაირად ეკონომიკა იყო იმაზე, წვერზე რო დააყენო პირამიდა, ხო, ისა არანაირი მიწოდება და მოხმარების ბალანსი არ იყო, ხო, რაღაც გეგმიური იყო, 5 წლით ადრე წერდნენ. ადრე ვისაც არ ახსოვს ესე არის, თუ 5 წლიანი გეგმები იყო. ანუ უყურე როგორი რაღაც არის. ეს არ არის უტრირება. ის კი არა რომ მარტო ფოლადი ან რაღაცა სიტყვაზე რამდენი ავტომობილი, კაი, ხო შეიძლება დაგეგმო რომ აი რამდენი ფოლადი დაგჭირდეს და რამდენი ავტომობილი და რამდენი კომბაინი. აი ის მაგალითად სუბუქი მრეწველობა, ხო? რამდენი კილომეტრი თუ ათასობით კილომეტრი ჩითი უნდა შეეკერათ ან შარვალი შეეკერათ ან რაღაცა მოექსოვათ, ხო? ამას 1 წლით კი არა, 5 წლით ადრე იმაშებოდნენ და ნუ სულ იყო სულ დეფიციტში, ვერაფერს ვერ არტყავდნენ. კი, იაფი იყო, მაგრამ იმ ანეკდოტის არ იყოს, არაფერი იყო, არ იყო, ხო, ის რო არის ტიპი რო იტყვის, რომ ხორცი რაღაც 30 ლარი ღირსო და ჩვენთანო 5 ლარი ღირსო და რო გაგიჟდება და წამომაჩვენეო და მივლენ და ნუ цаრიელია დახლები არ არის და არ არის, მაგრამ ხუა იაფია. ეგეთი ამბავი არის. რაღაცა არის, ეკონომიკა ხო არის, მეცნიერება ხო არის, ის სპეციალისტები ყავს, ხალხს დისერტაციებს იცავენ და ნობელის პრემიებს იღებენ. და ხო შეიძლება რაღაც ის საღაზრზე იდგეს და ამ იმაზე მეცნიერულ აზრზე იდგეს. არავინ არ ელოდება ამ გაიაფებას და რაც დაიწყო გაიაფებაზე საუბარი. იმის მერე გაძვირდა რაღაცები და ძვირდება კიდე, ხო? და ახლა თან რა არის? სურსათით დაიწყო, ახლა ჩართეს კიდე საწვავი და რაღაცეები და ეხლა ტანსაცმელზეც გადმოვლენა და ტანსაცმელიც მინდა იაფი. საწვავი ყველაზე მთავარია, მაგრამ იმიტომ რომ საწვავის გაძვირება ყველაფერს აწვევს. კი, ახლა ნახე რა, ყველაფერს. ახლა გაიაფება არაფერს არ აიაფებს, მე არ მინახავს არასდროს, რომ ანუ ის მინახავს, რომ საწვავი ცოტა გაიაფდა, მაგრამ ამის გამო რამე სხვა გაიაფდა არა და საწვავის გაიაფებასაც აქვს ხოლმე ლოგიკა, რომ სიტყვაზე რაღაც მოპოვება იქ ხო კვოტებს იცავენ ის ოპეკი რაღაცები და თუ ბეთს გამოიტანენ ბაზარზე შეიძლება გაიაფდეს. და აი რუსეთს რო ეჩალიჩებიან, რომ ნავთობი გაუიაფონ, ეკონომიკა დაუზიანონ და რაღაცა, აი მაგით ცდილობენ, რომ ბაზარზე მეტი ნავთობი გააქ აქ ახლა მეტი სუპერმარკეტი, მეტი შემომტანი და რატომღაც ეს იწევდეს ფასების დას, არალოგიკური არის და ის საბჭოთა ანეკდოტებიდან ის რაღაც წიგნიც მაქვს და იქ არის ახლა გზაში რო ვარ ხოლმე ვათვალიერებ და რაღაცნაირად ის საბჭოთა კავშირის დროს ეკონომიკური რეფორმები გავდა იმას, ასე ადარებენ, ასეთი ანეკდოტი იყო, რომ ეს არის ის ინექცია პროტეზში, აი, ხო, ეგეთი რაღაცა. ახლა ესენი რასაც აკეთებენ, აი ახლა მიდის, ასე ვთქვათ, რაღაც გაცხოველებული მუშაობა აი ამ პროტეზის ინექციაზე და პროტეზის მკურნალობაზე. არაფერს ეს არ ეგა მე სუსით როგორ შეიძლება რამე გაიაფო, არ ვიცი. ერთ-ერთი რითაც შეიძლება ამერიკელების ხალხი რომ მოლოდინი აქვს თუ ეს მოხდება არ მინახავს. არა, არ იქნება, იმიტომ რომ ეხლა რა სუს რა შეუძლია გაკეთოს, თუ ვიღაცა არალეგალურად მუშაობს, პარში და ორნაბიჯში, ეგენი გამოავლინოს, არის ეგეც აქვს რამენად სუსის საქმეა, მაგრამ ნუ კარგი. რომელიც რამენად გაიაფებაზე რამე ეფექტი ექნება, არ ვიცი. იცი რა არის? მაინც ხო მოდი ასე ვთქვათ. კარგი, ვიღაცამ ჩათვალა პრემიერ-მინისტრმა ყობახიძემ ჩათვალა, ნუ ის ესეთი ისა აქვს საოცარი და არა ტრადიციული ხედვა სიტყვაზე, რომ სუსსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში ხედავს ხსნას, მაგრამ დიდწილად, მაგრამ რაღაც პროცენტით ხო შეიძლება ეკონომიკის სამინისტროს ან ეროვნულ ბანკს ან ზოგადად ფინანსისტებს და ეკონომისტებსაც გქონდეთ რაღაც მოსაზრება. იმათი აზრიც მოასმენინოს საზოგადოებას. შენ გინახავს
ვინმე ესეთი სპეციალისტი თავრობიდან ხო ყავს ეკონომიკის მინისტრი, ფინანსთა მინისტრი ყავს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ყავს. ეროვნული ბანკი არის პირდაპირ პასუხისმგებელი ინფლაციაზე, ფასებზე, ხო? მათი კომპეტენტური მოსაზრება, ლოგიკა, თუნდაც აი ამ იმის კობახიძის ხედვის, ან ალტერნატიული გზების. ჩვენ ვიცით ხო რომ ყველა ამ ფასებს მარტო ის ხوار წარმოქმნის ეს რომ ვიღაცამ დახარჯა იშრომა და შექმნა საკონელი ხო არის მე გადასახადები საბაჟო მე დამატებითი ღირებულებების ხო აი იქნება ეს გაშალონ ეს ფორმულა და აქაც არის რაღაც ისა ძაღლისთავი ჩამარხული რომ აი ამ ტიპის ჩვენს ქვეყანაში არსებული გადასახადები იწევს ფას ხო ყველა ხვდებით ის აქციზის გადასახადი მარტივი რაღაცა არის ხო აქციზის გადასახადს რო ზრდიან იზრდება საწვავის ფასი აი გლობალური პრობლემებისგან დამოუკიდებლად იგრძდება ამ იმის თამბაქოს ან სიგარეტის ფასიც ხო თუ მაგალითად ზრუნავს იმაზე რომ მწეველებმა ნაკლები ფული დახარჯონ ამ თავიანთ იმაზე თამბაქოზე ხო ყველაზე მარტივი გზა არის რომ აქციზის გადასახადი შეამციროს შეიძლება სხვა რაღაცაც მაგრამ ეს არის აქციზი შემოდის ახლა მგონი 2 ლარით ზრდიან თუ რაღაც გაზარდეს წელს ახალი წლიდან გაიზარდა ეს სიგარეტი გაძვირდა შემოტანილი სიგარეტი ჯერ არ გაძვირებულა ჩემი სიგარეტი ან ჩემი სიგარეტი გაძვირდა 20 თეთრი და მე ველოდებოდი რომ 2 ლარით გაძვირდებოდა რა ამბავია ანუ ახლა როგორც აქციზი იქნება ისე იქნება ხო და აი უყურე ესეთი რაღაც არის ანუ სხვა შემთხვევაშიც ხო აი მაგალითად ის სიგარეტის გაიაფება თუ უნდა შეუძლიათ მარტივად გაიაფონ აქციზის შემცირებით ხო აი ახლა სხვა სურსათშიც და იმაშიც ხო ყველაფერს აკეთებენ ამის გარდა აი ამ ტიპის ქცევის გარდა ანუ თავიანთი გადასახადებით ან რაღაცით რომ გაუიოლონ გაუმარტივონ ან შემოტანა ან გაყიდვა რაღაცა ანუ თუ უნდა სუსი შევიდეს და სუპერმარკეტები შეამცირონ განა სუპერმარკეტების ფანი ვარ რომელიმე საერთოდ მაგრამ მაშინ რას იზამს რომ სახელმწიფო თავის თავზე იღებს ფასების კონტროლს რომელიც როცა საბჭოთა კავშირის მაგალითი მოიყვანე პრობლემა ის არის ხოლმე რაც ახლა ორი კაპიკი რაც მე ვიცი იმის ის არის რომ თეორიულად შეიძლება რომ ვიღაც დაჯდეს და ფასები დაადგინოს რომ რა იქნება სამართლიანი პრაქტიკულად იმდენი რაღაცა არის მაგაში შესული ხელფასიან, საწვავიან, დენისფულიან, მოგებიან, რაღაც ყველაფრიანად რომ ადამიანები კი არა არ ითვლება ეგ რა თავისით რაღაცა უნდა გადაწყვეს. პლუს იმას რომ აი ყოველ წელს არის ხოლმე პრო ეხა აღარ მინახავს ეგ ჩივილები რომ ბაკურიანში რომ ყავაძვირია კი არა გუდაურში რომ 15 ლარიან ეს ხაჭაპურიო რაღაცა სამ და ხაჭაპური რომელიც არის რომ იმით ამ დროს გახსოვს შენ მაგამ თელ თეორიები ქონა და მშილობები. ანუ ყოველ მაგ ხოლმე რომ რატო ღირს ანუ ის მარტო იმიტომ კი რომ ისინი ხარბები არიან არამედ ბევრი მიზეზი აქვს მაგას და იყიდება იმიტომ რომ კი ბატონო საჰარის უდაბნოს ცენტრში ერთი ჭიქა წყალი შეიძლება უფრო ძვირი იყოს ვიდრე არაგვისპირას. თუ მეტეს რომ რაღაც ერთი კვირა გეწევს ყოფნა და 2 დღე მუშაობ იქიდან ანუ პარასკევს შაბათს გეწერება მთელი რატო არის რომ თქვა ბარებში რაღაცა შეიძლება უფრო ძვირი იყოს ვიდრე მანამდე იმიტომ რომ 2 დღე შოულობ იმპულს და ის 2 დღე შეიძლება 3000 ლარი დაწეროს მაგრამ დანარჩენი მე გადასახადები გაქვს და ერთ კვირაზე რომ გადაანაწილებ იმაზე ხარ რა ნულზე ხარ. ხო, მე ვფიქრობ აი აქაც ეს დიდწილად ეს პროპაგანდისტული და რაღაც ეს PR სულების ამბავი არის ეს. ანუ ოღონდ რამე გაიაფდეს და რა ვიცი. ბოლოს ამ ხელს თავიდანვე იყო რომ ვიღაცას ჩადის დანაშაულს, ვიღაცა მოკლედ ამ იმაში სელში და ამ იმაში განაწილებაში არის ვიღაცა მავნე. ერთი ხალხის მტერი. ერთი არა შეიძლება რამოდენიმე. თორე მეც ხა ისიც ხანდახან არის ხოლმე რომ Facebook-ზე წერო რომ აი ნახე ამდენი გადავიხადე რაღაცაში და მე მაგას ბევრ დროს ვთმობ ხოლმე რომ სხვადასხვა მარკეტებს ვსწავლობ სად რა ღირს რომ იაფად ვიყიდვა და თქვა ვფიქრობ რომ ეს ზვირად იყიდე ანუ რატო იყიდე მაგდენად როცა 5 ლარით ნაკლებად შეგიძლია მაინც ის არის რომ აგროჰაბში არის ხო კარპურში იყიდო რაღაც აგროჰაბში უფრო იაფი ღირს რაღაცა შეიძლება ვოლტ მარკეტზე უფრო იაფად იყიდო სპარში როგორც წესი ყველაფერი ძვირია მაგრამ ხანდახან სეილი აქვს და რაღაცა ისეთი იყიდო რაც სხვაგან უფრო ძვირი ღირს უბანში რო გამოდივარ ვცდილობ რომ უბნის მაღაზიაში შევიდე რომ არ ვიცი არა ათმინდეს ქსელური მარკეტები ისევ ჩემ მეზობლებს დაღუჭებ მხარს და დიდი განსხვავებაც არ არის ხოლმე ხანდახან ფასში ხანდახან არის განსხვავება ფასში რომ რაღაცა თქვა შეიძლება უფრო ძვირად ჩააბაროს უბნის მარკეტს დისტრიბუციამ ვიდრე სპარშის ის და იყიდება ზის კი არა დევს და იყიდება და ვფიქრობ რომ რა დაგიშალა ამან რაღაცა ისქენი მაგრამ
არ ვიცი, ის თქმა მინდოდა, იმის თქმა მინდოდა, რომ ხანდახან უნდა დაждდა და შეისწავლოს ადრაღის და ისე იყიდა. და ხო, ნუ ახლა ჩვენ ვცდილობთ რომ რაღაც რაციონალურ ხაზს მივყვეთ და რაღაც რაციონალური მარცვალი ვიპოვოთ, მაგრამ ეს რომ ამას რომ პროპაგანდისტული უდის იმაზე ჩანს რომ აი ეს პროპაგანდისტული მედიიდან აი ეს სახეებმა დაიწყეს რომ მადლობის გადახდა რომ აი კვირაში ამდენი დამეზოგა უკვე რომ ეს კომისიის მუშაობამ შედეგი გამოიღო. ბოლოს არ ვიცი ვინ იყო ვიღაცამ დაწერა 250 ლარით ნაკლებს ვიხდიო კვირაშიო სულსაცეო. რამდენი შეხდი და მანამდე არ ვიცი, იმიტომ რომ 250 ლარი სულსაცე, კაი ფასია. სავარაუდოდ თვითონ არ დადის სამი სავაჭრო цаი. და არის ის რაზე ალაპარაკი, ხო, იმიტომ რომ კვირაში 250 ლარი სულსაცე, კაი არავინ არ დამიწყოს. 250 ლარად ვივაჭრებ კი არა, ნუ რა დამრჩება 4 კაციან ოჯახზე, საკუთრად ხორციანი მიანად. ბოლოს კომისიის შემაჯამებელ ხდომაზე გამოვა კობახიძე და რომ ამხელს ყველა იმეებს სუპერმარკეტებს და ამ გამონაწილეებს იწვევს რომ კარფურთხის ღირსი ხარ. დეგენერატი ხარ. კიდე კომენტარები წავიკითხო. რა გვაქვს უფლება რომ არ წავიკითხოთ. ხო, ერთის გვაინტერესებს ნიკო რას ფიქრობენ იმაზე ჩვენ რომ ტაიმკოდების მონიშნა დავიწყეთ და დასათავე. რატო იცი? ჯიმის შეეტენა საქმე რომ აქამდე ჩვენ თანაწამყვანები ვიყავით, ეხლა სტუმარი ვარ და საქმე რაც არის ჯიმის გასაკეთებელებ, რომ მე სტუმარი ვარ, სტუმარს ვარ დაავალებ, რომ თავები გააკეთოს და თვითონ ძალიან ამაყი. როგორ არ დაავალებ, მაგრამ სტუმარი არ გააკეთებს თორე. სტუმარი არ გააკეთებს და თან როგორ იყურებოდა გადაცემა? მოგეწონა საკუთარი თავის მენა? მე მიჭირს ხოლმე. ხო. მეც მიჭირს, ვიქრინჯები ამ ჩემი ამ ვიდეო ჩანაწერის ურებისას, ამიტომ ვაყენებ სიჩქარეზე 2 და 0 და მე ესე უფრო ის არის. ოკეი. სასიამოვნო ახსაქმელი, უფრო ნაკლებად ვიქრინჯები. არის ნიკო საინტერესო კომენტარები. საინტერესო კომენტარებს რა დააროს, მაგრამ დრო გაგვივიდა 1-2 წავიკითხა, უბრალოდ წინაზე ანეკდოტი მოყევი და ყველამ გაგისწორა, ვისაც არ დაეზარა, რომ მე ხო ვთქვი, რომელიღაც მარშალ შაპოშნიკოვს ამბობდი და რომელიღაც შაპოშნიკოვი მეთქი. დეზარ გვარვახუთი გეუბნება, რომ მარშალ როკოსოვსკიზე არის ლაპარაკიო, იმიტომ რომ შაპოშნიკოვიო სამამულო ომის დამთავრებამდე გარდაიცვალა. მეორე მსოფლიო ომს ამბობთ ალბათ, მაგრამ ნუ აქეთ კიდე უფრო ჩემზე მეტი იცის ადამიანმა და გამისწორა. ხო, მაგრამ ეს მარშლები რა მაინც და მაინც ომის გამარჯვებულები უნდა ყოფილიყვნენ და ომდამთავრებულები, რა ისე არ შეეძლოთ ის აქტების ჩატარება? ხო, არა, მე იქ ვამბობ, მე ხო არ ვიცემებ, რომელიღაც შაპოშნიკოვი მეთქი. ну анекдотია. გენერიელო ან ჯენერიელო წეს ნიკო შენ ოპტიმისტი ხარ და გითხარი რამე როგორ ხედავ მომავალ 3-5 წელიწადში რა შემატყე. მე ვარ უკიდურესი პესიმისტი. მე ვარ არაფერი კარგი არ იქნება. მე ადრეც მithქონს, მე ვარ ფატალური ოპტიმისტი. ანუ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ჩვენ ვერ მოვესწრებთ. ნინო გვარჯალაძე წერს მარტო კაცებს შეგიძლიათ ცხელი სასმლის ჭიქიდან დალიოთ წყალიო. არა მარტო წყალი. სასმელიც ალკოჰოლურიც. ლუდით დამილევია, რა ვიცი. ღვინოსაც ღვინოსაც დაალევდა დანარჩენზე რა სულელია. Google Map Pro თუ გადმოატრიალებ დანაწილესება ძირზეო და Georgian Powder Hound-მა წყალი, ლუდი, სპირტი და ყველანაირი მამაძაღლობაა. ნამდვილად დანის გალესვაზე მაქვს ერთი პრობლემა, ვერ ვისწავლე. ტუტორიალები მაქვს ნანახი, რომ აი ესე უნდა ქნათ რაღაცა. იმის არ იყოს ბოთს როხსნიანი ფეხსაცმლით. გაჭირებაში რომ დანას და გასალესია ხოლმე. ხო, მაგას იყიდეს სალესი. არ არის ამაზე უკეთესი მაინდა-მაინც სალესი. იქნები სალოსი, იყიდეს სალესი. ნახე რა შესაქმე არის ორი რაღაცა. მან მე ბევრი მაგ ანუ თეორულად ის დანის გალესვა არ შემილია. ერთი მრგვალის ტიპი რო არის, ის კი არ ლესავს, ის აკეთ ასწორებს პირს, რომელიც ესეც იგივე საკეთებს. არის მეორე ესეთი ორი ცალი ბორბალია, რომ ესე რო შვები, რომელიც ფაქტობრივად თლი აფუჭებს რა. თლის, ხო, ეგ აფუჭებს. მაშინ ის ხო არის, აღარ დადიან ნიკო ადრე ის თბილისის კოლორიტები რო იყვნენ. ნოჟნიცი, მაკრატელი, ტაჩი. აღარ დადიან, თორე ჩავიტანდი, იმიტომ რომ ერთი თქვა ადგილი არის, სადაც ვიფიქრე რომ წავიღო და გავაკეთო, თქო, მაგრამ როგორც წესი პრობლემაა, ხო, გარს მეგონი მელაპარაკი ამაზე, რომ თუ პარკში არ გიდევს და გადასკოჩილი არ არის და რაღაცა იქო არ ვიცი, ამდენად ეგრე არის თუ არა, რო გამოდიხარ პოლიციელები გაჩერებენ და თანაზე გაჯარიმენ. ამ პოლიციის იმას გაჭირვებას რო უყური, ახლა შენ რო 5 დანით იქნები ნიკო თელის დაჭირდება დივიზია პოლიციელების და თამარ ქავთარაძესაც დაუწერია ჩვენთან, რომ ნამდვილი ამბავი იყოს, რომ სტალინს უთხრეს ეთნიკურად პოლონელი მარშალ როკოსოვსკის შესახებ, რომელიც მთელი პოლიტბიუროს ქალების რჩეული იყო.
ანუ პოლიტბიუროს კაცების ქალების ალბათ, იმიტომ რომ პოლიტბიუროში ბევრი ხალი ეყოლებოდათ. ერთი-ორი ყავდათ ხოლმე ესე საჩვენებლად, მაგრამ კაცმა არის ის კიდე რა მითია და რა ის ბერიას ქალებზე რო არის და ბერია კაი ტიპი არისო, მაგრამ იმ მასშტაბით რაღაც მითები არის მისი ქალებში სიარულის და გაუპატიურებების და დახოცვის და გადაგდის და მთელი ის კონვერის. ანუ ახლა ვაშილ ჟიჟაშვილი გვეჭხოვება წინაზე გამომიტოვე თუ ამიტომ გავიმეორებო. აბა კითხველის რუბრიკა ამ ახალ წელს წავიკითხე არჩილ კიკოძის წიგნი ომიო. ომზე ქვიაო, მაგრამ ფარულ ომზეა საზოგადოებაში ურთიერთობებზე და ასე შემდეგო. და მე გძლად წერია რომ საქართველოს ერთმანეთის მოსახლეობის 9% ენდობა სომხეთში 18% ევროპის ქვეყნებში კი ეს მაჩვენებელი 60+ არისო წყარო our world in data. და რას ფიქრობთ ამაზე? პირველ რიგში ომზე რას ფიქრობთ? ომზე გქონდა ჩვენ ბლოგი ხო, გქონდა ჩვენ. ხო, იმას ზაზა ბურჭულაძემ დაწერა. ხო, ანუ ზაზა ბურჭულაძის მახსოვს, ხო ჩვენთან ბლოგი იყო და არ ჩვენთან რა თქვენთან რადიო თავისუფლებაში, რომელსაც ძალიან მოეწონა ეს წიგნი ომი. სხვების ეხა არ ვიტყვი, მე არ წამიკითხავს თუნ ჩემი აზრი არ მაქვს ამასთან დაკავშირებით. ზაზა იყო სრულიად გაგიჟებული და ეხა არის ცოდნე ადამიანია და პირველ რიგში მას დაეჯერება, მაგრამ მე ვირჩევ ომს, ესე ქვია. და სხვებს ვთქვამთ რომ კაი იყო, მაგრამ ეგრე ძალიან არ გავგიჟდი როგორც ზაზაო. ხო, ახლა ის თვითონ ხო, არჩილ კიკოძეს სხვა ტექსტებიც აქვს და მე არ ფიქრობ რომ ეს ახლა ზაზა ესე წერს რომ ეს არის საუკეთესო და ხო. ჩემთვის არ იყო ეს საუკეთესო. არ ვიცი, ხო, ვერ დავდებ თავს ეგრე. სერიალს ხო არ მიჩნევთ რა სამწე. არ ფეროდინა ხო. ნიკო, შემაგია შენახა რომ ბერლინში რომ ყავი ორი კვირა, სამი კვირა, იქ მითხეს რომ არ შეიძლება ეგრეთ წოდება ეს პირატული არ ფილმები ჯანმრთელად მოგცდა. მე მგონა რომ ჩამოვიდოდი ძალიან ბევრი ახალი ფილმი დამხდებოდა და არაფერი. არ არის ეგრე, ხო? იცი რა, ეხა ვაპირებ რომ წავიდე და მე გაგიზარდ 28 წლის შემდეგ დაკარგული ტაძარი, თუ როგორ ქვია, არა, თავის ხალის ტაძარი, Bone Temple, ეგრე არის. 28 დღის შემდეგ. 28 დღის შემდეგ ხო იყო? მე გამოვიდა 28 კვირის შემდეგ. 1-6 თუ 7 თვის წინ გამოვიდა 28 წლის შემდეგ დენი ბოილის მე მგონი მაგის გადაღებული არ მაგრამ მაგის ფილმები არა რომელიც ძალიან მომეწონა და ეს არის მაგისი გაგრძელება რომელიც როგორც ვიცი იცი როგორ არის იქ მთავრდება და მე უფრო არის after credits-ი რო არის ხომ რომ ბოლოში 3 წუთი რაღაცა ხდება რომ ვაიმე მაგრამ იქ ამბავი მორჩენილია და აქ ლაიმნისენი თამაშობს და ძალიან აქებენ და ამავე დროს ძალიან ჩავარდა გაქირავებაში რაც გულს მწყვეტს, იმიტომ რომ ზომბებზე ფილმები მიყვარს, კაი გადაღებული ფილმები მიყვარს და ესეც ამბობენ რომ ძალიან კარგიაო და წავალ და ვნახავ. ავატარი ხო გინახავთ? ავატარი არ მინახავს პირველის მერე არც ერთი. იმიტომ რომ შენ ნახე? არა, მე მაინტერესებს. იცი რა მაშინ უნდა IMAX-ში წავიდე, სათვალე გავიკეთო და ვიცი რომ ამბავი იმდენად არ მაინტერესებს ავატარში რაც ხდება. რომ ეს ვიზუალური სანახაობაც ისე აღარ მიზიდავს. და ბოლო კითხვა, Game of Thrones მაყურებელი ხართ? კი. House of Dragons? არა. ეხლა გამოვიდა King of 7 და ტრეილერი მომეწონა. ტრეილერი მომეწონა, ნახე უკვე გამოვიდა. პირველი სერია დაიდო და ეხლა უყურებ დღეს. კარგი, მაშინ მეც ვნახავ და მე თან House of Dragons-ზე სერიოზული პრობლემებია, იმიტომ რომ იმას ბიუჯეტის ამბავში არა დაპირისპირება აქვს ამ სერიალის შემქმნელს და წერას. რა ქვია მარტინს? ჯორჯ მარტინს, ხო. რა ვერ გაიყვეს? აი მაგას შემდეგ ჯერზე მოგიყვებით ჭორებს. კარგი, დავამშვიდობოთ. აბა, მომავალ ხუთშაბათამდე და მოგწერეთ ეს ტაიმკოდების გამოყოფა და დასათაურება, თუ მოგწონთ, აღარ ტყუილად არ მაწვალოთ, თუ არ მოგწონთ და ეს რა არისო, თქვით რომ მე უფროსობასთან მივიდე არგუმენტით. ხო, არ მოგწონს, არა, არ მოგწონს. თუ მოგწონთ, არ მე